Salmებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე როგორც იქნა თქვენთვის ახლა ვწერ გაშლას ვირუსებმა შემომიტია და ამიტომ ვერ ვახერხებდი ვერანაირად გაშლის ჩაწერას და ახლა როგორც იქნა ვიწერ და იმედია საინტერესო გაშლა გამოგვივა. გუშინ იყო სუპერ მთვარეობა, მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც დედამიწასთან ყველაზე ახლოს იყო მთვარე და ზეგავლენას მოახდენდა და ახდენს ახლაც კი ჩვენზე და ბუნებაზე და საერთოდ ბევრ საკითხზე, ხო, ბევრი სხვადასხვა საკითხი ამოტივტივდება ზემოთ, რაღაცები დავინახეთ, რაღაცები ვიგრძენით, ხო? ნუ ვისთვის როგორ და რანაირად ჩაიარა, რა თქმა უნდა, არ არის ერთი ფორმულა, ყველასთვის ბუნებრივია, რადგანაც ესეთი ძალიან ინდივიდუალური მომენტი არის ეს, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, იმედს ვიტოვებ რა, ასეც არის, რომ უკეთესობისკენ წავა თქვენი ცხოვრება, ხო, ამ სუპერმთვარეობის შემდეგ. ასევე მინდა ვთქვა, სანამ მოხდება ხოლმე მთვარის ან სავსე მთვარეობა, ხო, ან დაბნელება, ან სუპერმთვარეობა ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იწყება 2 კვირით ადრე. ანუ ეს არ არის მანდამაინც ამ დღეს და მერე აღარ, ხო? 2 კვირით ადრე და 2 კვირის მერე კიდევ. ასე რომ გუშინ რო იყო, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ზეგავლენა არ აქვს. დღესაც ვიმკით შედეგებს, დღესაც არის ზეგავლენა და შემდეგაც იქნება, რა თქმა უნდა. შემდგომი დღეები. ასე რომ ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დაუკვირდით. დაუკვირდით, რა სიმბოლოები შეგხვდებათ, როგორ იგრძნობთ თავს, სიზმრები, რა სიტყვებს დაიჭერთ, რა ფრაზებს დაიჭერთ, საკუთარ შეგრძნებებს მოусმენთ. ეს ყველაფერი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც თქვენთვის იქნება იქ მესიჯები და მინიშნებები, ხო, პირველ რიგში. ასევე მინდა განცხადება გავაკეთო, რომ შევქმენი Telegram არხი, სადაც უფრო ისეთი არაფორმალური ჩატი გვაქვს. მეც ვაზიარებ რაღაც ჩემს მომენტებს დრო და დრო, ხო? ასევე ეზოთერიკასთან დაკავშირებულ საკითხებსაც, ასე რომ ვისაც სურვილი გექნებათ, რომ რაღაც ჩაერთოთ ამ ყველაფერში, Telegram არხის ნიკნეიმი და ლინკი არის მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში და ასევე თვითონ YouTube გვერდის ბიოგრაფიის აღწერაშიც, იქაც არის ლინკი მოცემული. ხო, გამახსენდა რის თქმა უნდა და კიდევ არის ის მომენტიც, რომ იქვე Telegram არხში ხანდახან ჩავაგდებ სიმბოლიკებს, ხო? როდესაც გავაკეთებთ გაშლას და რაღაც სიმბოლო, რომელიც გააქტიურებს ენერგიას, მაგალითად, ხო? ამის შესახებადაც ის სიმბოლოები, რაზეც მე ვისაუბრებ, იმ სიმბოლოებს ავდურთავ იქ Telegram არხში, ასე რომ ხო, ვინც უყურებთ ჩემ გაშლებს, ეს გაითვალისწინეთ და დაემატეთ, ხო? რომ მე არ ეძებოთ და რაღაცები. ხო, ნუ ეს ისეთი გაზიარება, ასე რომ ვთქვათ, ასევე ისიც მინდა გაგიზიაროთ, რომ მე და დედაჩემმა გავაკეთეთ პროექტი დინება და შევქმნით ჩვენი ვებ გვერდი, სადაც უფრო ვრცლად არის ჩვენზე მოცემული ინფორმაცია და ასევე ვისაც უფრო მარტივად და პრაქტიკულად გაინტერესებთ მიმოხილოთ, რას ვაკეთებ და რა კონტენტია, ხო? შეგიძლიათ თვითონ დინების Instagram გვერდზეც გადახვიდეთ. ჩემი Instagram-ი გვერდი ვისაც გაქვთ, იქ მაქვს მოცემული ეს დინებას არხი. გვერდი უფრო სწორად და შეგიძლიათ გადახვიდეთ, ხო? ეს ისეთი განცხადებები, რაც ცვლილებებს ეხება. იქნებ ვიღაცისთვის ეს იყოს საინტერესო და რატომაც არა, ასე რომ ხო. ასევე, რა თქმა უნდა, გვახსოვდეს, ხო? ტრადიციულად გვახსოვდეს, რომ ეს გაშლა არის საჯარო, ზოგადი და ძალიან, იქნებით განწყობილებ, რომ აი სიტყვით უნდა დაემთხოს. თუმცა ყოფილა რომ გამომწერებს უთქვამთ, რომ აი ზუსტად 100%-ით რეზონირდა, ხო? შესაძლოა ასეც მოხდეს. რადგანაც ეს გაშლა არის საჯარო, ვიღაცასთან ზუსტად რეზონირდება, ვიღაცასთან რაღაც ერთ სიტყვას დაიჭერთ და ეს დაგეხმარებათ, ვიღაცასთან საერთოდ არა. ესეც ხდება, რადგანაც გაშლა არის ზოგადი და ეს არ არის სამარჩიელო გაშლა, ეს არის გაშლა თქვენთვის, რომ თქვენ ამ გაშლამ დაგეხმაროთ იმ მდგომარეობებში, იმ სიტუაციებში, რაშიც ახლა იმყოფებით. რომ პოზიტიურად განვეწყოთ და რაღაც უფრო მაღალ ენერგიებზე, ვიბრაციებზე გადავიდეთ, ხო? მე თქვენსკენ ვაგზავნი სულ ყველაფერს დადებით, როდესაც ვიძერ გაშლებს და ახლაც, რა თქმა უნდა. კარგი, გვექნება ორი პოზიცია, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია. ხო, აირჩიეთ, ვისაც რა უფრო მოსწონს, ან არ მოსწონს, იმის მიხედვითაც შეგიძლიათ არჩევა, ვისაც უფრო მეტი დრო ჭირდება, შეგიძლიათ დააპაუზოთ და შემდეგ შემოგვერდეთ. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით. დავიწყოთ პირველი პოზიციით და ახლა მე გამოვიკვლევ
რომელი დასტა ისაუბრებს აქ პირველ პოზიციასთან. ესეთი წამყვანი დასტა, რომელი იქნება. გათმომიტრიალ და ვარსკვლავის არქეტიპი. ოკეი. ესენიც ისაუბრებენ, ორივე დასტას გამოვიყენებ. თავარი არ მithქვამს, მე მგონი, რაც დავიწყებ ვიდეოს ჩაწერა, ხო? დასახელებას კი ნახავთ, ასე არ ვარ ზუსტად რა დასახელებას დავაწერ ამ ვიდეოს. აზრად მაქვს, მაგრამ რაღაც ზუსტად არ ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად ასე დავაწერ. ეს გაშლა ემსახურება უფრო მეტად თემას, რა ახალი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, ხო? აი ამ სუპერთვარეობიდან გამომდინარე და იმ მოვლენებიდან, რაც გავიარეთ, ასტროლოგიურადაც და ისედაც, რა ახალი დაიწყო ახლა უკვე თქვენს ცხოვრებაში. რა არის ეს? რას მოგიტანთ, რომელ სფეროს ეხება და რა უნდა იცოდეთ, ხო? რჩევა, ასე რომ ვთქვათ. ასე რომ დავიწყოთ პირველი პოზიციის სიგნიფიკაციით. პირველი პოზიციის სიგნიფიკაციით. გვაჩვენეთ, ხო? რა ხდება პირველ პოზიციის სამყაროში, მის შინაგან სამყაროში, რა ხდება ახლა, ხო? რას გრძნობს? რა ეტაპს გადის? პირველი პოზიციასთან აქ არის ვიღაც პიროვნება, ბოდიში ჩემ კატას უნდა გასვლა და გავუშვეს. პირველ პოზიციას აქვს, ასე გავაკეთებ, უფრო გამოჩნდება მგონი, ხო? ხო. პირველ პოზიციასთან აქ არის მომენტი, რომ აქ არის ვიღაც პიროვნება, ვისთანაც შესაძლოა ისე ამოსუნთქვაც კი მომინდა ღრმად. შესაძლოა ვიღაცასთან ესაა მოხდა ეს სიტუაცია, ან ეს არ მომხდარა, მაგრამ ჯერ კიდევ ეს მაინც გთრგუნავთ. ვიღაც პიროვნება, ვინც აქ გვაჩვენეს როგორც ხმლების მეფე. ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ყოფილი, ვიღაცისთვის უბრალოდ მეგობარი ადამიანი, ვინც იყო თქვენთვის ოდესღაც ახლო, ხო? მაგრამ უფრო მეტად აქ ემოციური საკითხი ამ ადამიანთან დაკავშირებით. რასაც მისტირით, რაც რთულია, რომ გავუშვა, რთულია, რომ აღიარო, რომ ხო, ეს ყველაფერი მოხდა და რაღაც სხვა შანსებზე გადავიტანოთ ყურადღება, ან სხვა შანსი დავინახოთ. რთულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ადამიანის მიმართ მაინც არის რაღაც ემოციები, ხო, რაც გვეძახის და არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რაღაც დავტოვოთ ეს. თუმცა, აქ პოზიტიური ამბავი არის ის, რომ მაინც მიუხედავად ამ სირთულისა, ხო, ასე რომ ვთქვათ, სირთულე ახლა ძალიან დიდი სიტყვა ამ მომენტისთვის აქ, მაგრამ მიუხედავად ასეთი მელანქოლიური განწყობებისა, პირველი პოზიცია მაინც წინ ახალი ჰორიზონტებისკენ იხედება. მართალია შფოთავს, მართალია ღელავს, მართალია განიცდის სევდას და იმ განცდას, რომ რა არის წინ, სად მივდივარ, რა იქნება. უკანეს იყო, მაგრამ მაინც ხომ მქონდა რაღაც იმედები, გამიცრუდა იმედები, მოლოდინები, სევდას გრძნობ, რთულია მიჭირს, მაგრამ მაინც წინ გავეხედები და წავალ წინ. თუმცა მართალია არ ვიცი რა მელოდება წინ, მაგრამ მოდი მაინც გავეხედავ წინ და ვწდი და წავალ წინ, ხო? და დავტოვებ უკან იმ ყველაფერს, რაც იყო იმ კონკრეტულ ვინმეს, ვისთანაც ეს მოვლენები კან მივითარდა მაგალითად, ხო? ეს არის აქ. ეს ხდება ზოგადად, ძალიან ზოგადად, აქ მხოლოდ 3 კარტი არის, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ სიღრმეებში არ ჩავალთ, იმიტომ რომ ეს გაშლა ზოგადია, მაგრამ ძალიან ზოგადად რო ვთქვათ, უფრო რაღაც ასეთი მომენტები ხდება აქ პირველ პოზიციაში და ეს არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი სევდიანი, მელანქოლიური, ტალღოვანი წყლოვანი ენერგიებია და ეს ბუნებრივი არ არის მარტივი, მაგრამ პირველ პოზიციას ყოჩახ, იმიტომ რომ მაინც იხედება წინ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხო? ყოჩახ პირველ პოზიციას. კარგი. ეს უკვე რაღაც ახალია აქ. ახლა ვკითხოთ. რა ახალი უკვე დაიწყო პირველი პოზიციის ცხოვრებაში? ზოგადად. რა ახალი უკვე დაიწყო პირველი პოზიციის ცხოვრებაში? აქ ასე გაჩვენებთ, რომ რაღაც უფრო თვალსაჩინო იყოს, ხო?
აი ეს და აი ეს არის ამ ისტორიის გაგრძელება, ხო? რა ახალი დაიწყო. მიუხედავად იმ სევდის, ტკივილის, იმედგაცრუების, ხო, აი დანა ზურგში ჩამასვეს, ამ შემთხვევაში მუცელში გაუყარეს, ხო, პირდაპირ ადამიანს დანა, სხვებმა უღალატეს, იმედი გაუცრუეს, მოატყუეს, გამოიყენეს და ნუ 1000 რაღაც სხვა სევდიანი ამბავი, ხო? მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე უფრო სიღრმისეულად დავუკავშირდი იმ მოვლენებს, რაც სამყაროში ხდება. მე აი როგორი შეგრძნება მაქვს აქ იცით, აი რაღაცას რო ისწავლი. აი ამ კი მტკივნეულია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერმა დამეხმარა რომ რაღაც დამენახა. რომ რაღაც მესწავლა, რაღაც გამეგო, რაღაც გამეცნობიერებინა. რაღაც ისეთი დამენახა, სადაც ფარდა მქონდა მანამდე ჩამოფარებული და იქ წვდომა არ მქონდა, იმიტომ რომ ან ვერ ვამჩნევდი, ან ჩემთვის საინტერესო არ იყო, ან ვერ ხვდებოდი. და აი ახლა ამ ტკივნეულმა მოვლენებმა მე რაღაც ინფორმაცია მომცა, რამაც თვალები რაღაც საკითხებზე ან რაღაც კონკრეტულ საკითხზე ამიხილა. და ახლა მე უფრო ისე ვარ, ასე რომ ვთქვათ, ჟარგონულად მოქოქილი, რომ რაღაც ახალი მიმართულებით წავიდე და ვიხემძღვანელო იმ ცოდნით, გამოცდილებით და ასევე ჩემი ინტუიციით, შინაგანი ხმით, რაც მე აქ განმივითარა ამ მოვლენებმა. აქვე ასევე დავამატებ იმასაც, რომ შესაძლოა ვიღაცებთან განსაკუთრებით უფრო მჭიდრო კავშირი დაგემყარებიათ აი ამ მოვლენების შემდეგ ან ამ მოვლენების ფონზე თქვენს ინტუიციასთან, რითიც ახლა თქვენ ხელმძღვანელობთ, რაც გახდათ თქვენი მთავარი, აი როგორ თქვა, მამოძრავებელი ძალა, ხო? თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა შესაძლოა აქ გამხდარიყო თქვენი შინაგანი ხმა, თქვენი ინტუიცია და თქვენ მიყვებით ახლა ამას და არა იმას თუ ანალიტიკურად და გეგმის მიხედვით სად და როგორ ჯობია. არა, არამედ მე შინაგანი ხმა რას მეუბნება. შინაგანი აი გრძნობა შინაგანი, ხო? აი ეს. სად მივყავარ ამას. აი ეს არის აქ, ხო? ზოგისთვის შესაძლოა ასე იყოს. ნუ ეს დაიწყო აქ ახალი. აი ეს გამოიკვეთა, აქ მთავარი და ახალი რაც გამოიკვეთა. კარგი. კიდევ ნახოთ. კიდევ რა ახალი დაიწყო აქ პირველი პოზიციის ცხოვრებაში. ვაუ. აქ ძალიან მისტიური მომენტები აქ პირველ პოზიციას მინდა ვუთხრა. აქ ხაზი მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ეზოთერულათაც და ძირზე მაქვს სიკვდილის არკანი. ძალიან ისეთ რაღაც ისეთ საფეხურზე გადავიდა აქ პირველი პოზიცია, სადაც თქვენ უფრო მეტად გაძლიერებულად გაქვთ თქვენი მისტიური შესაძლებლობები, გაგიძლიერდათ, ასე რომ ვთქვათ, ხო? თქვენი ინტუიცია უფრო მეტი ძლიერი გახდა, ეს სიმბოლიზმი თქვენ ცხოვრებაში უფრო მკვეთრია და სხვათა შორის ეს განპირობებულია მთვარით, ხო? აქ პირდაპირ მთვარე ამოვიდა. ესეც ვიღაცებთან განსაკუთრებით იმოქმედა ამ სუპერმთვარეობამ, რამაც ეს ყველაფერი გააქტიურა თქვენში და უფრო ზედაპირზე ამოიყვანა თქვენი ეს ძლიერი მისტიური ძალა. გინდათ ასე უწოდეთ, გინდათ ინტუიცია უწოდეთ და გინდათ რაღაც სხვა სახელი დაარქვით, მაგრამ გამიგეთ, რასაც გულისხმობ. კიდევ ახალი, ასევე რომ დავუბრუნდე ამ სამ კარტს. გამოსვლა იმ ეტაპიდან, სადაც მე ვიყავი გაურკვევლობაში და მთვარეზე ვყმულოდი, ხო? აი ისე მიჭირდა და ისე რთულად ვიყავი, რომ აი არ ვიცოდი რა მექნა. ძალიან დაბნეული ვიყავი. ეს შეიძლება იყოს ბუნდოვანი სიტუაციები, სტრესი, არეული ძილი, არ ვიცი, დეპრესია, აპათია, ნუ უამრავი რაღაც, ხო, შესაძლოა აი ყველაფერი რომ ბუნდოვანია და არ იცი საით წახვიდე. ასეთ მდგომარეობებშიც კი ვიყავი და აი ახლა ამ ახალში, всё, გამოვედი. ვისწავლე, ნახეთ, აქაც სწავლასთან არის დაკავშირებული. რაღაცები ვისწავლე, всё. მზათა ვარ რომ სამყაროში გავიდე და მეც რაღაცა შევთავაზო სამყაროს. სადაც მე უფრო თავდაჯერებულად ავარ. შესაძლოა სხვა ადამიანებიც მაღიარებენ, ან სხვა ადამიანებმაც სხვანაირად შემხედეს. შესაძლოა მე სხვანაირად ვუყურებ უკვე ჩემს თავს იქედან გამომდინარე, რაც გავიარე და რაც გადავლახე, ხო? აქ აი მთავარი საკითხი, რაც აქ ახალი დაიწყო პირველ პოზიციის ცხოვრებაში, არის შინაგანი ფაქტორი პირველ რიგში, ხო? აქ არ არის მატერია. აქ არ არის რომ მე გამვდიდრდი რაღაც. აქ არის აბსოლუტურად შინაგანი მუშაობა პირველ პოზიციის შიგნით, ხო? მის შინაგან სამყაროში. პირველმა პოზიციამ რაღაც ისეთი საკითხები დაამუშავა და გაუშვა მის შინაგან სამყაროში, რამაც მოუტანა წარმატება საკუთარ თავთან.
დამოვაძრინეს სიძლიერის არკანი. კი ბატონო, სადაც თქვენ უფრო მეტად მყარად დადექით. უფრო მჭიდრო კავშირი და აი როგორ თქვა, უფრო მჭიდრო კავშირში შეხვედით თქვენს მესთან. შესაძლოა უმაღლეს უზენაეს მეზეც იყოს აქ საუბარი ვიღაცებთან, ხო? არ ვიცი, რადგანაც ზოგადად საუბრობ ახლა საჯაროდ ასე რომ ვთქვათ, ბევრ სხვადასხვა ალტერნატივასაც მიმოვიხილავ ოდნავ შემოვეხები, ხო? მაგრამ აი ეს არის მთავარი ასპექტი აქ პირველ პოზიციის ცხოვრებაში, ახალთან დაკავშირებით, რომ პირველი პოზიცია უფრო ძლიერად დადგა ფეხებზე, უფრო ძლიერი გახდა სულიერად. და აი ვიღაცები და რაღაცები მას ისე მარტივად ვეღარ ჩააგდებენ სევდაში, აფათიაში და ტირილში. იმიტომ რომ აი ამ ყველაფერმა უფრო მეტად გამოგცვნათ, გაგაძლიერათ. და თვით შეფასების მომენტიც არის, იცით, აქ უფრო მეტად იგრძენით თუ აი რა შემიძლია მე, აი როგორი ვარ. ესეც არის აქ. და რო დავუბრუნდე ეზოთერულ საკითხებს, ცოტა მისტიურს, ხო? ნუ მისტიურს არა ეზოთერულს, მისტიკა აქ არაფერ შუაში არა, ეზოთერული არსებობს და ეს ამ ყველაფერს აქვს ადგილი. უბრალოდ ზოგი ადამიანი ამას არ ხედავს, ან ვერ ხედავს. ჩვენ ვხედავთ, ხო, ვინც აქ ვართ, ყველას გვჯერა და გვესმის. ასე რომ აქ ის მომენტიც არის, რომ თქვენ უფრო მეტად მიიღეთ თქვენი შინაგანი ძალები. ესეც შესაძლოა იყოს ვიღაცასთან, ხო? უფრო მეტად ენდობით საკუთარ ინსტინქტებს, საკუთარ ინტუიციას, საკუთარ თავის შინაგან ხმას, მაგრამ ეს არ არის ისე, რომ ეს თქვენ განგრევთ, ხო? აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ნუ ძალიან საოცარი. აქ იცით, სფეროსაც არ ვკითხავ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სულიერი მომენტებია და აბსოლუტურად შინაგანი მუშაობები აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა ვთქვა. აქედან მოდის წარმატება სხვა დანარჩენ სფეროებში. იმიტომ რომ აქ თუ არ არის წარმატება, დანარჩენი ფასადურია ყველაფერი. კარგი, ეს ახალი, ხო, რაც დაიწყო. რას მოუტანს ეს ახალი აქ? პოზიციას. პირველ პოზიცია აქ რაღაც გურუ ხდება აქ პირველ პოზიცია. შესაძლოა ზოგთან ისეც კი მოიტანოს, რომ თქვენ მაგალითად გახდეთ ისეთი კოორდინატორი. კოორდინატორი ეს სიტყვა მომივიდა ხო უცნაურია, მაგრამ ნუ მომივიდა ეს სიტყვა აზრად და ვიტყვი. კოორდინატორი, ხო, ადამიანი, რომელიც სხვებს ეხმარება, ემპათიური. ადამიანი ემპათიური, მაღალი ემპათიის უნარით, რომელიც ძალიან კარგი ფსიქოლოგია და ძალიან კარგი ფსიქოლოგი, იმიტომ კი არ არის, რომ რაღაც თეორიები იცის და თეორიულად იცის რაღაცები, არამედ დაბადებული ფსიქოლოგია. იმიტომ რომ გრძნობს და შეიგრძნობს სამყაროს, ხო? და ესმის სხვების სიტყვის გარეშეც გრძნობს ენერგიებს, ადამიანებს და შეუძლია დახმარება. სხვადასხვა ადამიანზე, სხვადასხვა, აი თუნდაც ადამიანი, ვინც ისეთ საკითხებშია გაბმული, რაც მაგალითად თქვენთვის მიუღებელი იყოს, თქვენ იმ დონემდე გესმით და შედიხართ მდგომარეობაში და გამტარიანი ხართ ამ ინტუიციის და აი ასეთი ზეღრმისეული ძალების, რომ თქვენ შეგიძლიათ სხვა ადამიანის დახმარებაც. ეს შეიძლება იყოს ტრადიციულად ფსიქოლოგიის კუთხით, ან ეზოთერიული კუთხით, ხო? ნუ ნებისმიერი განხრით ერთი სიტყვით, მაგრამ იმ განხრით, სადაც ჩართულია ჩვენი სული და სხვა ადამიანის სული და ერთმანეთის მორჩენა, განკურნება, ხო? ჰილინგის სხვადასხვა განკურნების სხვადასხვა განხრების შესაძლოა იყოს აქ, ხო? უამრავი, ხო? ასე რომ ეს ახალი რაც აქ დაიწყო, მოგიტანთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენ ამ მიმართულებით აირჩევთ წასვლას, მოგიტანთ იმას, რომ თქვენ რაღაც მომენტში იმ დონემდე განვითარდებით, რომ გექნებათ შესაძლებლობა დაეხმაროთ სხვებს. თქვენი ამ ძლიერი ინტუიციით და ისეთი ძლიერი ეზოთერული შესაძლებლობებით და ნიჭით. ეს არაჩვეულებრივია, მინდა ვთქვა, ეს ყველას არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, იმიტომ რომ ვინც ვართ დაჯილდოვებული ასეთ შესაძლებლობებით და რეალურად ყველა ვართ, უბრალოდ ყველა ამას არ ანვითარებს, მით უფრო მეტი არის ჩვენზე. ხო? ასე რომ აქ, ნუ არაჩვეულებრივ. კიდე ეს ახალი რას მოუტანს პირველ პოზიციას? უფრო udardel ცხოვრებას აქ მატერიაც შესაძლოა იყოს, ხო, რაღაც ფინანსურ შესაძლებლობებს, სადაც უფრო მეტად სტაბილურად და ლაღად იგრძნობ თავს. ისეთ ფინანსურ შესაძლებლობებს, სადაც მზე იქნება და არ იქნება ნერვიულობა და ღელვა იმასთან დაკავშირებით, თუ აი რაღაც გამიჭირდა მაგალითად ხო რაღაც ფინანსურად როგორ რაღაც რანაირად ვიშოვო თანხა, ან უბრალოდ ვღილავდე რაღაც მატერიალურ საკითხებზე.
ხო, აი აქ მატერიალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ისევ შინაგანი მდგომარეობა, სადაც მე ვარ აი მზესავით, უდარდელად, ლაღად ვანათებ და ვიზიდავ და ვენდობი სამყაროს. აქ იცით, აი ისე მიდის აქ პირველი პოზიცია, რომ აქ არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ რაღაცეების სიღრმეებში ჩავეკითხოთ, რომ ყველაფერი ძალიან ლაკონურად და გასაგებად არის აქ ჩემთვის. ხო, ასე რომ კარგი, უბრალოდ აი რას ეტყოდით აქ პირველ პოზიციას, ეს ვთქვათ. ეს ვიკითხოთ, რას ეტყოდით აქ. აქ არიღელოთ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს თქვენს რაღაც ოჯახიდან წამოსულ საკითხებს. შესაძლოა თქვენს ოჯახში იყოს ვიღაც ისეთი ადამიანი, ვინც ან თქვენს რაღაც იდეებს ეწინააღმდეგება, ან ეწინააღმდეგება თქვენს ცხოვრების წესს, ან თქვენთვის არის რთული იმ დანერგილ კულტურულ მომენტებთან შეწინააღმდეგება თქვენში შინაგანად, რაც გიბლოკავთ გზას მაგალითად, ხო, რომ აი ამ კუთხით განვითარდეთ მაგალითად. ხო, აი ესეც არის აქ. ეს არის რაღაც ესეთი საკითხები, რაც გიშლით აქ ხელს, რომ აი საბოლოოდ გაეხსნათ აი ამ შედეგებს, რასაც მივიღებთ აქ, თუ ბუნებრივია გავეხსნებით ამ შესაძლებლობებს და გვექნება სურვილი, ხო? თქვენში შესაძლოა იყოს აქ გარკვეული განწყობები, რაც მომდინარეობს მენტალიტეტიდან, ან კულტურული სხვაობებიდან, ხო? თუ როგორ კულტურაში აღვიზარდეთ, ჩვენს ოჯახში რა იყო მიღებული, რა იყო ტაბუირებული, ხო? ეს ყველაფერი ბუნებრივია ატარებს დიდ მნიშვნელობას და როდესაც ჩვენ რაღაც მომენტში, ცხოვრების რაღაც მომენტში მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ოჯახში ჩაგვეტანეს ტვინში და ჩაგვინერგეს, იმას ჩვენ არ ვეთანხმებით და იდეაში მე აღმოვანჩენთ, რომ ჩვენთვის ამას არ აქვს პასი, ხო? და ვირჩევთ სხვას, ჩვენ თვითონაც შინაგანად მაინც გვყავს მშობლურ, როგორც თქოს სწორად, აი მშობლის მოდელის როლი გვერთვება, ვინც გვეუბნება, არა, ასე არ გააკეთო, ეს ცუდია, ხო? ან რეალურადაც შესაძლოა იყოს ადამიანი, ვინც ოჯახის წევრი, ვინც გეუბნებათ, რომ არა, ასე არ შეიძლება, ხო? აი ეს აქ მნიშვნელოვანი თემაა, რომ აი არ იფიქროთ იმაზე, თუ ვინ რას იტყვის, თუ ვინ როგორ შეგხედავთ. ხო, არ გინდათ ამაზე ფიქრი აქ. უბრალოდ მოусმინეთ საკუთარ თავს. შეგიძლიათ მოусმინოთ სხვადასხვა ადამიანებს, ხო, სხვადასხვა აზრებსაც მოусმინოთ. გაითვალისწინოთ რაღაცები, რაც თქვენთვის მისაღებია, არ გაითვალისწინოთ რაღაცები, რაც არ არის თქვენთვის მისაღები. მაგრამ უფრო მეტად რაღაც დაკვირვებულად მიუნდგეთ ამ საკითხს. არ ვიცი კონკრეტულად ის რა საკითხია, მაგრამ მე უფრო მეტად მგონია, რომ აი ზუსტად ამ საკითხს უკავშირდება ეს რაც ხო, აი თქვენს სულიერ განვითარებას და აქ შეიძლება კარიერული განვითარებაც იყოს, ხო? და ამიტომ აქ საერთოდ დაიცავით თქვენი საზღვრები აქ. აი მე ასე ვთვლი და მე ასე ვთვლი. всё, მე არ შევდივარ შენთან კონფლიქტში, მე არ ვიცავ აქ ჩემს რაღაც იდეებს, არ გიმტკიცებ არაფერს, უბრალოდ აი მე ასე მიმაჩნია. და всё. და გააგრძელეთ თქვენი საქმეების კეთება. ამას გეტყოდნენ აქ და ძირზე არის განდეგილი, ხო? კარგი, რჩევა. რაც რჩევა აქ ზოგადად, ხო? პირველ პოზიციას რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ რაღაც იმ ენერგიებზე, ვიბრაციებზე გადახვიდეთ, იმიტომ რომ ამას ვიბრაციების აწევა, მაღალი ვიბრაციები, რაც დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების ამ მომენტში. It is safe for you to shine. შენთვის უსაფრთხოა, რომ იბრძყინო. აი ეს რჩევა არის თქვენთვის აქ. გახსოვდეს, რომ უსაფრთხოა შენთვის, რომ იბრძყინო. რომ დავუბრუნდეთ აი ამ რჩევასავით რა კითხვას თუ რა უნდა იცოდეს შენ, ხო? უსაფრთხოა, რომ იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ, როგორც სინამდვილეში ხარ, იყავი ის, რაც სინამდვილეში ხარ და იბრძყინე. რატომაც არ უნდა იბრძყინო, აუცილებლად ანათე, იბრძყინე, ისიამოვნე, იცხოვრე. მიიღე გამოცდილება და ანათე, აუცილებლად, ხო? ასე რომ აუცილებლად აქ თქვენთვის აქ ვარსკვლავური ჭკვიალა დროა, ასე რომ რატომაც არაფერზე არ იღელოთ, ყველაფერი აქ გამოვა თქვენთვის სასიკეთოდ, ბუნებრივია თქვენს დაეხმარეთ ამ ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, ხო? ვისთვისაც ეს რეზონირებს, მოდის ახლოს თქვენთან, დაალაიქეთ.
დატოვეთ უკავშირი, ვისაც არ გამოუწერია, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც მოგწონთ, რა თქმა უნდა, ჩემი გაშლები და რეზონირებს თქვენთვის ეს ჩემი ენერგია და ჩემი გაშლები და მეთოდი როგორც მუშაობ, ხო? და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ბედის მატრიცის სესიებზეც. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შევქმენი Telegram არხი, სადაც უფრო მეტ ინფორმაციას გავაზიარებ ხოლმე უშუალოდ არაფორმალურ ფორმატებში და ვისაც გექნებათ სურვილი, დაგვემატეთ იქ. მადლობა პირველ პოზიციას და იყოს ასე თქვენსკენ ვუშვებ დადებით ვიბრაციებს და გადავიდეთ ჩვენ მეორე პოზიციასთან. მივესალმები პირველ პოზიციას, ვინც time-კოდის მეშვეობით გამოყენებით ახლა შემოგვიერთდა და ახლა გადმოვიდა მეორე პოზიციის გაშლაზე, მინდა განცხადება კიდევ ერთხელ თქვენთვის ცალკე გავაკეთო, რომ შევქმენი Telegram არხი, სადაც შეგიძლიათ დაემატოთ, სადაც უფრო არაფორმალურად გავაზიარებ ინფორმაციებს ეზოთერიკასთან დაკავშირებით, ეზოთერულ სამყაროსთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენ გაშლების დროს, როდესაც სიმბოლიზმს შევეხებით, იქაც ჩავაგდებ რაღაც სიმბოლოებს, რასაც გაშლის დროს მაგალითად გავსვამ ხაზს. არ გამოვიყენებ, მაგრამ გაშლის დროსაც, ასე რომ ვთქვათ, რეკომენდირებული იქნება შემდგომ, მაგალითად იმ სიმბოლიკაზე მედიტაცია, ხო? ან იმ სიმბოლის ტელეფონზე დაყენება, ყურება, რომ რაღაც ასე გააქტიურდეს, რომ ჩვენმა ქვეცნობიერმა შეიმჩნას ეს სიმბოლი და გააქტიუროს ენერგეტიკულადაც, ხო? ხო, ასე რომ და რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ საკითხის გამო არა, მაგრამ ისედაც ძალიან ისეთი პრაქტიკული იქნება Telegram არხი, ასე რომ ვისაც სურვილი გაქვთ, დაემატეთ და დავიწყოთ მეორე პოზიციისთვის გაშლა. რა ახალი დაიწყო თქვენს ცხოვრებაში, ხო? სუპერ მთვარეობა მქონდა გუშინ, რასაც ახლაც აქვს ჩვენზე ზეგავლენა და კიდევ რამოდენიმე დღე ექნება. შედეგებსაც დავინახავთ, ზოგმა უკვე დაინახა. ასე რომ, ხო, დავიწყოთ, კარგი, დავიწყოთ სიგნიფიკაციით იმ კუთხით, რომ აი გვაჩვენეთ ახლა რა ხდება მეორე პოზიციის შიგნით, ხო? მეორე პოზიციის შინაგან სამყაროში რა ხდება? რას გრძნობს? მეორე პოზიცია. ეს პენტაკლების დედოფალი და კვერთხების დედოფალი. პენტაკლების დედოფალია აქ მეორე პოზიცია. კვერთხების დედოფალია. რა ხდება აქ? ხმლები. არ ვიცი რაღაც. კარგი, პენტაკლების დედოფალის თვითონ მეორე პოზიცია, სიტუაცია თუ ვინმე სხვა. ვიღაც სხვა და კვერთხების დედოფალი თვითონ მეორე პოზიცია, რაღაც სიტუაცია თუ კიდევ ვიღაც სხვა. კვერთხების დედოფალი შესაძლოა თქვენ თვითონ იყოთ რაღაც კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით და ეს პენტაკლების დედოფალი შესაძლოა იყოთ ისევ თქვენ, ოღონდ სხვა გამოვლინებაში, ან სიტუაცია, ან ვიღაც სხვა. ზოგთან შესაძლოა უფრო დაჯდეს ვიღაც სხვა. არ ვიცი, უცნაურად დაჯდა ძალიან, რაღაც ძალიან უცნაური სიტუაცია არის აქ. ესე იგი, აქ ორი პიროვნებაა? ხო, აქ რაღაც ორი პიროვნებაა. და აქ რატომ გვაჩვენეთ ეს რა ხდება ახლა მეორე პოზიციაში, აქ ვიღაცასთან დაკავშირებით თქვენ რა დაძაბულობაში ხართ, ხო? ან ვიღაცისგან რაღაცას, შესაძლოა ვიღაცისგან რაღაცას ელოდებოდით აქ. ან ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია, იმასთან რაღაც სიცივეა თქვენ შორის, ან განშორება, ან დისტანცია თქვენ შორის, რაღაც ასეთიც შესაძლოა იყოს აქ. კარგი, რა ხდება, რა ხდება აქ? რა არის აქ? რა საინტერესო და აქაც რა ხდება და რაღაც გაურკვევლობა ხდება. აქ ხდება რაღაც გაურკვევლობა, სიცივეა. რაღაც სიცივე და დისტანცია არის. აი ამ მეორე ადამიანთან თუ სიტუაცია. ხო, აი ამ ვიღაცა მეორე ადამიანთან არის სიცივე და დისტანცია. ეს არ არის აუცილებელი მანდამაინც რომანტიკულ სფეროს უკავშირდებოდეს. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს დედა და მეგობარი ნათესავი, არ ვიცი, ხო, ვინც გინდათ. აქ თუ თქვენი პოზიცია ეს, იგრძნობთ ისედაც რაღაც წამოვა, ხო, რაღაც ისეთ შეგრძნება. და ამის გამო სევდიანად არის მეორე პოზიცია? სევდას ვერ ვგრძნობ აქ. სევდას კი არ ვგრძნობ. უფრო ასე არის საჭირო. რა ვიცი, რაღაც უფრო მეტად რაღაც აგრესია,
ბრაზი, შურით შესაძლოა იყოს აქ, მიჯაჭვულობაც, უფრო მეტად ეს, მაგრამ სევდას ვერ გზნობ აქ მე. ესე იგი, ვიღაცასთან დაკავშირებული სიტუაცია, რაც ისე არ წარიმართა, როგორც უნდა მეორე პოზიციას, ხო? შესაძლოა აქ თქვენ და ვიღაც ადამიანი და რაღაც საერთო კაცი იყო თქვენ შორის. ძალიან ისეთი ტიპიური, სტერეოტიპული მოსაწყენი ვარიანტია, მაგრამ იყოს ესეც. იყოს ესეც იქნებ და ვიღაცისთვის მართლაც ასეთი სიტუაცია, არ ვიცი, ხო? ასე რომ პრინციპში ხო, რატომაც არა. მაგრამ ძალიან უცნაურად ორი ქალი დაჯდა. და თქვენ შორის ვარსკვლავი, თქვენ შორის რაღაც ისეთი სიცივე და სიშორე. და ეს ვარსკვლავი აქ ამ შემთხვევაში რა არის? სიცივეა? ხო, არ არის საუბარი, არ არის კომუნიკაცია, დისტანცია. დისტანცია ემოციური გაციება, ემოციური აბსტრაგირება, ასე რომ ვთქვათ, ხო და არ არის კომუნიკაცია. თქვენსა და ვიღაც ადამიანის შორის. და როგორ გრძნობს ამ თემასთან დაკავშირებით მეორე პოზიცია თავს? მსხვერპლად. თქვენ გრძნობთ თავს მსხვერპლად და თქვენ გრძნობთ თავს, რომ აი მე მაწყენინეს. უფრო აი რაღაც ისეთ ბავშვურ პოზიციაში ხართ, რომ აი რაღაც ხო ვიცი, თავს რომ არ ვამბობ აქ ცუდი გაგებით, მაგრამ აი თავს რომ ვიცოდებთ, რაღაცას რომ ვიდგენთ და აი ეს და მე მართა და რაღაცა ასე რო ვართ. და გვინდა რომ შეგვიცოდოს ვინმემ ჩაგვეხუტოს და ჩვენ გონია რომ ეს უსამართლობა მოხდა ჩვენს თავს. არ ვიცი, შესაძლოა მართლა რაღაც უსამართლობას ჰქონდა ეს ადგილი. არ ვიცი, აქ აღარ წავალ სიღრმეებში, მაგრამ რაღაც ისეთი საკითხია. ძალიან უცნაური. შესაძლოა ვიღაცისთვის აქ დედის ფიგურაც იყოს. არ ვიცი, მაგრამ ხო, საინტერესო. აი ეს ამოვიდა აქ, ასე რომ არ ვიცი რატო. შესაძლოა აი ახლა იყოს კონკრეტულად, ზოგადად არ იყოს და აი კონკრეტულად ამ წუთას თქვენ ცხოვრების ამ მონაკვეთში რაღაც ამას გქონდეს ადგილი. არ ვიცი. აი საინტერესოა და ამიტომაც უკავშირი აი ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნებ ვიღაცასთან რაღაც უფრო დაჯდეს, რეზონირდეს, ხო, არ ვიცი. ეს მაინტერესებს. კარგი. ვნახოთ რა ახალი დაიწყო ახლა მეორე პოზიციის ცხოვრებაში. რა ახალი დაიწყო. თქვენს ზუსტად რო ახალი. მეორე პოზიცია მაქვს რაღაც დაასრულა. შესაძლოა აქ დაასრულეთ ურთიერთობა, შესაძლოა ვიღაც საერთოდ წამოვიდა სამსახურიდან, რაც არ მოწონდა. შეეშვა იმ საქმიანობას, რაც უკვე всё ყელში მაქვს, აღარ მინდა. ან მეგობრობა დაასრულეთ ვიღაცასთან, ან ნებისმიერ სახეს ურთიერთობას გულისხმობ. ურთიერთობა დაასრულეთ. შესაძლოა რაღაც ადგილმდებარეობა შეიცვალეთ. всё, საბოლოოდ გადახვედით იმ ქვეყნიდან, იმიტომ რომ აღარ შეგეძლოთ უკვე იმდენი რაღაც ხდებოდა, ხო? ესეც, არ ვიცი აქ ვისთვის რა, ბუნებრივად დეტალები უკვე თქვენ თვითონ შეადგინეთ და მოარგეთ ამ ვითარებას, მაგრამ ახალი არის ის, რომ პირდაპირ ახალი რაღაც დასრულდა მძიმე თქვენ ცხოვრებაში, ან ვიღაც დაასრულეთ მძიმე თქვენ ცხოვრებაში და აქ არის ახალი არჩევანი, სადაც თქვენ აირჩიეთ რაღაც ახალი. სხვა არჩევანი გააკეთეთ. ისეთი არჩევანი გააკეთეთ, სადაც თქვენ, აღარ წვალობთ, აღარ წამობთ. აღარ ახართ წაგებული, ასე რომ ვთქვათ, ხო? ემოციურად გულისხმობ პირველ რიგში. კარგი, კიდევ რა ახალი დაიწყო, ხო? შესაძლოა ვიღაცამ ახალი პროექტი დაეწყო, ახალი სამსახური, ან თავისი ბიზნესი წამოიწყო, ესეც, თავისი ბიზნესი წამოიწყო, თავისი რაღაც გააკეთა, ან აბანდებს ფულს საკუთარ საქმეში, აი პროცესში ხართ, ან საკუთარ თავში. დებთ რესურს, ხო, ეს შეიძლება იყოს სწავლა, განათლება, სილამაზე იყოს ვიღაცისთვის, არ ვიცი, ვისთვის რა, ბუნებრივია, ინდივიდუალურია, მაგრამ ახლა ახალი დაიწყო ის, რომ თქვენ უფრო მეტად იწყებთ ზრუნვას საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, უფრო მეტ რესურს დებს მეორე პოზიცია თავის თავში, ეს? კი, ცდილობთ უფრო რაღაც ჩადოთ უფრო მეტი საკუთარ თავში, რომ შემდეგ თქვენვე მიიღოთ სარგებელი. ვიღაცა აკდებს ამას მატერიალურად, ესთეტიური კუთხით შესაძლოა აკეთებდეს, ხო, სილამაზის კუთხით, ჩაცმის კუთხით, მოვლის სპა პროცედურების კუთხით, კიდევ რაღაც სხვა კუთხით. ვიღაც შინაგანად, ხო, რაღაც სულიერად განვითარდე ინტუიციურად, რაღაც უფრო მეტად ჩემი კრეატიულობა ჩავდო რამეში და კიდევ ბიზნესი გავაკეთო, ან ზოგადად ბიზნესი გავხსნა, ან ვინმე სხვა ქალებს დავეხმარო, ზოგადად ქალების თემაც, ხო? ან სილამაზე რაღაც
სფერო, რომელიც სილამაზესთანაა კავშირში, ან საერთოდ ორივე ერთად, ესთეტიური არა, მატერიალური მხარეც და სულიერიც, ხო? მაგრამ აი ეს არის აქ თავარი და ძირზე ჩათოქარი, ხო? Magician. ასე რომ აქ მეორე პოზიცია თავის კოქტეილებს ამზადებს და ნუ ძალიან შვენიერია ეს მისთვის. მოსწონს ეს ყველაფერი რაც ხდება ახალი მის ცხოვრებაში. კარგი, კიდევ ახალი რა დაიწყო აქ მეორე პოზიციას. ნუ ახალი რაღაც დაიწყო აქ მეორე პოზიციამ შემიძლია ვთქვა, საერთოდ ახალი ცხოვრება დაიწყო. ვიღაცა შესაძლოა არ გადასულა არსად, კაც არ არის აუცილებელი საათმე რო გადახვიდე, მან და მაინც ნუ შევხედავთ სტერეოტიპულად, მაგრამ ხო, საერთოდ ახალი რაღაც. ზოგთან შესაძლოა მართლა ბუკვალურად ახალი ქალაქი იყოს, ან ახალი ქვეყანა იყოს. აი რაღაც საერთოდ მე ვიტყოდი აქ ფურცელი კი არ გადაფურცლეთ თქვენს წიგნში, არამედ საერთოდ ახალი წიგნი დაიწყეთ, ასე ვიტყოდი. თქვენი ცხოვრების ახალი წიგნი დაიწყეთ. და თქვენ გააკეთეთ ეს არჩევანი უკვე, ან აი პროცესში ხართ და თქვენი ბედით იცვლება, ესეც შემიძლია გთქვა, ხო? თქვენი ბედით იცვლება, იმიტომ რომ აქ არის ახალი შანსები და ცოცხალი ენერგია. აი აქ, ხო? მინდა რომ გაჩვენოთ, აი აქ. ზუსტად არის ის, რომ აი რაღაცა ჩამპალი, დამპალი, რაც უკვე, უეჭველი უნდა წასულიყო და დასრულებულიყო, აი ეს დახურეთ, დაასრულეთ. და აი აქ უკვე არის საერთოდ ახალი ისეთი ენერგიები, ცოცხალი, სასიამოვნო. ასე რომ არაჩვეულებრივია. კარგი, ეს უფრო მეტად, აი ეს სიახლეები, ხო? რომელ სფეროს უკავშირდება? აქ არის თვითგანვითარება, პროცესშია, უფრო მაშინას ჩამოვთვლი და უფრო მეტად დავკონკრეტდეთ, იმიტომ რომ მე კი წარმოდგენა შემექმნა აქ, მაგრამ იქნებ ვიღაც უფრო კონკრეტულად აინტერესებს აქ, იმიტომ რომ პირველ პოზიციასთან არ იყო საჭირო, არ გრძნობდი საჭიროებას, აქ ვიკითხოთ. ნახოთ ხო, რომელი სფერო უფრო აი მაღალი არკანით გვაჩვენეთ. ეს ყველაფერი უფრო სასიყვარულო სფეროს ეხება, საკუთარ თავის განვითარება იყოს მაინც, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები თუ ყველაფერი, ბევრი სფერო კიდევ ერთად, ხო? სასიყვარულო. განვითარებაც არის, მაგრამ სასიყვარულოზე არკანია, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რა ვთქვი ახლა აქ? არა, ჯანმრთელობა არის აქ. ჯანმრთელობა, მენტალური და ფიზიკური, ამასაც ეხება, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ახდენს სიგანეს ჩვენს მენტალურობაზე და ფიზიკურობაზეც. და კარიერა სამსახურსაც ეხება. და აი, აქ არის ფინანსები. ფინანსებს შეეხება, თუ ყველაფერი ერთად, მეგობრებო, სიკვდილის არკანი და ზუსტად ეს არკანი ამომივიდა, როდესაც ვკითხე აი ამ დასტას თუ ისაუბრებდა მეორე პოზიციას. კი, ყველა სფერო არის აქ განახლებაში, აი, ტოტალური აპდეიტია ყველა სფეროში, ასე შეგვიძლია აქ ვთქვათ. მაგრამ აქ მთავარი ტრანსფორმაციის მომენტი, კულმინაცია, ასე რომ ვთქვათ, უკვე მოხდა ეს. ბევრისთვის უკვე მოხდა. შესაძლოა არიან ისეთები, ვისთანაც აი ახლა პროცესში, მაგრამ უმრავლესობისთვის უკვე გადაიარა, აი ამ მომენტმა უკვე გადაიარა, ხო, უმრავლესობისთვის. კარგი, რას მოუტანს ეს ახალი მეორე პოზიციას? რას მოუტანს? დახურვას. საერთოდ დახურვას, რაღაც საკითხების დახურვას, რაც თქვენ მაგალითად გღლიდათ. ან არ იცოდით აი ამ რაღაც კონკრეტულ პრობლემას, ან რამოდენიმე საკითხს, როგორ გავმკლავდეთ, როგორ გამოძვრეთ იქიდან, ხო, რაღაცების დახურვას. ასევე უფრო რელაქს, იცით? რელაქს და შთაგონებას. ახალ შთაგონებას, სადაც მე უფრო მეტი რაღაც ახალი იდეა მომდის აზრად და სადაც მე მოტივირებული ვარ. აი აქ დასვენების შეგრძნება უფრო, სადაც მე ვისვენებ და ამ დასვენების პროცესში ჩემი ენერგია უფრო მომდის და მე უკვე მოზღვავებული ენერგია მაქვს და შემიძლია ეს რამეში ჩავდო. ან მივცე მიმართულება. კიდევ ეს სიახლეები რას მოუტანს მეორე პოზიციას? შინაგან ავსებას აქ. შინაგან ავსებას, საკუთარ თავთან კავშირის დამყარებას, სულიერ განვითარებას და შინაგან ავსებას. აქ მომწონს, რასაც ხედავ. მაგრამ აქ მინდა ვიკითხო, რას ეტყოდით აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ახლა მეორე პოზიციას? არ შეგეშინდეთ, დაბრთხებით იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს შეცდომები, ამდენი რამე გამოვიარე, ახლა კიდე რაღაც არ შემეშალოს, სადმე რაღაც ფეხი არ გადამიბრუნდეს და აი იღელვებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, არამედ რელაქს.
relax, ხო? აი relax. ამოისუნთქეთ, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, რამდენჯერაც გიქნებათ ამის სურვილი და მიიღებით დინებას. მიიღებით თქვენს ინტუიციას, იმიტომ რომ აქ არ არის აუცილებელი არანაირი სპეციალური ძალისხმევა. უბრალოდ თავარი ენერგიული მოდუნება. მოდუნება იმ გაგებით, რომ მე ღია ვარ. სიხარულისთვის, სიახლისთვის და ყველაფერი არაჩვეულებრივისთვის, რასაც მე სამყარო ახლა მიმზადებს. აი ეს მნიშვნელოვანი აქ. და მოდით ვიკითხოთ ახლა რჩევა და ამაზე უკვე დავასრულებ. რჩევა მეორე პოზიციისთვის, რაც დაეხმარება მას ესეთ მაღალ ვიბრაციებზე, რომ გადავიდეს და ეს ყველაფერი სასიხარულო მოიზიდოს. My aura is magnetic to golden opportunities. ჩემი აურა არის მაგნიტი ოქროს შესაძლებლობებისთვის, ასე რომ აქ იმუშავოთ თქვენს აურასთან დაკავშირებით. ჩვენი აურა შეიცავს ჩვენს გრძნობებს, ხო, გრძნობებიდან გამომდინარე ის იცვლის სფერებს, ფიქრებიდან გამომდინარე დაც, ასე რომ ვიმუშაოთ ჩვენს ფიქრებზე, თუ რას ვფიქრობთ და ვიყოთ კონექტში, ანუ ვიყოთ დაკავშირებულები და კავშირში ჩვენს გრძნობებთან, არ გავექცეთ მათ და როდესაც ვიგრძნობთ სევდას, უბრალოდ ვიყოთ იმ მომენტში, იმ სევდაში. არ ნიშნავს იმას, რომ ჩავრჩეთ სევდაში, უბრალოდ ვიყოთ იმ მომენტებში, იმ სევდაში, როდესაც ამის საჭიროებას ვგრძნობთ. და შემდეგ გადავიდეთ იმ ემოციებში, რაც სასურველია ჩვენთვის. ხო? ასე რომ ვიმუშაოთ ჩვენს აურაზე, ჩვენს კიდევ ერთხელ სულიერ მხარეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როდესაც მხოლოდ მატერიაზე ვართ ფოკუსირებულები, სულიერი ასპექტი გვერდზე გვჩება და შედეგი რეალური არ არის. ხო? თუმცა ზოგს ამ გზის გავლაც სჭირდება, რომ იხვდეს ამას ან კიდევ სხვა რაღაცებსაც. მაგრამ ერთი სიტყვით, აქ გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება, აირჩიეთ ზუსტად ის, რაც თქვენ გულთან ახლოსაა, რაც თქვენ მოგწონთ და აქ არაჩვეულებრივი შესაძლებლობები გაქვთ მეორე პოზიციას. მთავარია თქვენ გაეხსნეთ ამ ყველაფერს და მიცეთ შესაძლებლობა ამ ყველაფერს, რომ მოხდეს და იყოს თქვენს ცხოვრებაში. ასე რომ ვუშვებ თქვენს მიმართ სიყვარულს და დადებით ენერგიებს და სულ ყველაფერს კარგს გისურვებთ და ვისთვისაც ეს გაშლა რეზონირებს, მოგეწონათ, ხო? შეგიძლიათ უკავშირი დატოვოთ, დალაიქოთ ეს გაშლა, გამოიწეროთ ჩემი არხი, ვისაც არ გამოუწერია და მოსწონს ჩემი გაშლები და აინტერესებს. სურველებს ასევე გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, Instagram არხი, TikTok-ი, Telegram-ი, ყველაფერი, დონაცია, სპონსორობა, ყველაფერი ეს არის მოცემული ინფორმაცია ამ ვიდეოს აღწერაში და თვითონ არხის აღწერაში, ასე რომ ხო, იქ ეძებეთ ყველაფერი რაც დაგაინტერესებთ. წარმატებებს გისურვებთ და დროებით. შევხვდებით შემდეგ გაშლაზე.